გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. მშვიდობისა თბილისის დროით 5:05 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ BMG TV-ზე BMG-სა და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია პროსპექტის ერთობლივი გადაცემას უძრავი ქონების პროსპექტს ვიწყებთ. სექტორის მთავარი სიახლეების შესახებ ამბებს თათია ჩაფიჩაძესთან ერთად მე გუგა კობახიძე გაგაცნობთ. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. მოგესალმებით 18 თებერვლის გადაცემის ანონსს გადავხედოთ. მისი პასუხისმგებლობაა სამშენებლო ტერიტორიების მიმდებარედ და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების დაცვა რამდენიმე წუთში სამშენებლო სამართალზე უჩა ზაქაშვილთან, სამშენებლო სამართლის სპეციალისტთან ერთად ვისაუბრებთ. რამდენად მედეგია ქართული ტურიზმი და როგორ მოვემზადოთ შესაძლო კრიზისისთვის 21-22 თებერვალს ბათუმი ტურიზმის სამიც მასპინძლობს, რომელიც მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით დარგში არსებულ მოლოდინებზე და გამოწვევებზე საუბარს დაეთმობა. დეტალებზე სასაუბროთ რამდენიმე წუთში ნინო მესაბლიშვილი CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი და ლევან ბოლქვაძე რეინვესტის დამფუძნებელი შემოგვიერთდებიან. ფასტაკლებები, განსაკუთრებული შეთავაზებები, შიდა უპროცენტო განვადებები და სხვა, როგორც ცდილობს დეველოპერული სექტორი კრიზისის დროს გაყიდვების ზრდას და რა ხდება რეალურად პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე სექტორის ანალიზით გადაცემის მეორე ბლოკში ლევან ელიზბარაშვილი პროსპექტის პარტნიორი შემოგვიერთდება. იანვარში ბათუმში 1049 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 3.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კოლიერს ჯორჯიას მიერ რეკოვჯიზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით ამ პერიოდში ბაზრის ზომა 17.4%-ით 47 მილიონ $-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე $1,030 შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16.2%-ით კვადრატულ მეტრზე $1,100-მდე ზრდას აჩვენებს. ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულია მიმოხილვაში. იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, თუმცა გაყიდული ბინების ღირებულება კვლავ გაიზარდა. კოლიერს ჯორჯიას მიმოხილვის თანახმად გასულ თვეში ტრანზაქციების რაოდენობა 2892 ერთეული იყო, რაც 7.9%-იანი კლება. რაც შეეხება ბინის ღირებულებას, იანვარში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით ფართო ცენტრში 12.9%-ით გაიზარდა, გარე უბანსა და ქალაქის ცენტრში კი 10.4%-ით და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის იანვართან შედარებით ფართო ცენტრში 24.8%-ით გაიზარდა, გარეუბანში 8.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 5.8%-ით მოიმატა. საქართველოში ავეჯის იმპორტი მზარდია, წლების განმავლობაში იზრდება ექსპორტიც, თუმცა ქვეყნიდან ავეჯის გაყიდვაში დიდი წილი რეექსპორტს უკავია. ადგილობრივად წარმოებული ავეჯის ექსპორტი კი მცირეა. საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან $172,273,000 ღირებულების ავეჯი შეიძინა, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ავეჯის იმპორტის დინამიკა ასეთია: 2021 წელი 90.6 მილიონი, 2022 წელი 121.4 მილიონი, 2023 წელი 154 მილიონი, ხოლო 2024 წელი 172 მილიონი. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2024 წელს საქართველოსთვის ავეჯის მთავარი მომწოდებლები თურქეთი და ჩინეთი იყვნენ. ავეჯის ტოპ 10 იმპორტიორი ქვეყანა საქართველოში კი ასე გამოიყურება. თურქეთი 65 მილიონი პრაქტიკულად, ჩინეთი $39.5 მილიონი, იტალია $17.5
6.9 მილიონი დოლარი, ბულგარეთი 6.4 მილიონი, უკრაინა და რუსეთი 3.8 და 3.6 მილიონი დოლარი, გერმანია 3.5 მილიონი, ჰონკონგი 2.9 მილიონი, ბელარუსი 2.8, ხოლო პოლონეთი 2.6 მილიონი აშშ დოლარი. ავეჯის იმპორტი ასევე მალაიზიიდან, ვიეტნამიდან, სლოვენიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან ხდება. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წელს საქართველოსთან ექსპორტზე 17.496.000 დოლარის ღირებულების ავეჯი გავიდა, საიდანაც თითქმის 9.8 მილიონი დოლარი რეექსპორტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ექსპორტის მაჩვენებელი 152%-ით არის გაზრდილი. საქართველოსთან ავეჯის ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში იყიდება, საექსპორტო ქვეყნების ტოპ 5-ეული კი ასე გამოიყურება. სომხეთი 9.1 მილიონი, აზერბაიჯანი 6 მილიონი, პოლონეთი 825.000 დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატები 263.000 დოლარი და ბოლოს რუსეთი 257.000 დოლარი. საქართველოსთან ავეჯი მცირე მოცულობებით ასევე იტალიაში, კანადაში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებშიც იყიდება. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე რესპუბლიკური საავადმყოფოს და ავერსის ცენტრალური კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია შპს ავერსი ფარმა საავადმყოფოს მშენებლობას გეკმავს. კორექტირებული პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია. კორექტირებული პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ საავადმყოფოს შენობა პროექტის მიხედვით მოიცავს 16 მიწის ზედა და 4 მიწის ქვედა სართულს, გაზრდილია 3 სართულით. პროექტის თანახმად საერთო ფართი შეადგენს 6000 კვადრატულ მეტრს. კალენდარული გეგმის მიხედვით კლინიკა 42 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის მიზანია სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტების დაგეგმარება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თანამედროვე გეგმარების პრინციპების და შენობა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმების გამოყენებით. საავადმყოფო მოიცავს 16 მიწის ზედა და 4 მიწის ქვედა სართულს, ნათქვამია განცხადებაში. თბილისში რიყის დოქების მიმდებარედ 16 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ გასული კვირის მიწურულს ქვეყანაში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე 2 არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მერია და მთავრობის წევრები აცხადებდნენ, შემთხვევა არა სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე, არამედ მის მიმდებარედ მოხდა. თავის მხრივ მომხდარზე განცხადება გაავრცელა პროექტში გამარჯვებულმა კომპანია ანაგმაც. მათი თქმით, შემთხვევის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია. ინფორმაციისთვის ბათუმთან ახლოს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ უკვე მე-12 წელია მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში ცხოვრობენ. ეკომიგრანტებმა დასახლება თვითნებურად გააშენეს და აქაურობას ოცნების ქალაქიც თავად დაარქვეს. მათი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის პირველი ეტაპის ფარგლებში კი ოფიციალური ინფორმაციით 3-12 სართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა. მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპში სახელმწიფო შესყიდვა შპს ანაგმა სულ ცოტა ხნის წინ მოიგო, სწორედ ის აშენებს 9 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ტენდერის ჯამური ღირებულება 109.6 მილიონი ლარია. კომპანიამ 2025 წლის 5 თებერვალს გაფორმებული კონტრაქტი 2028 წლის 6 მარტს უნდა დაასრულოს. გამორიცხავს თუ არა ეს ფაქტი კომპანიის პასუხისმგებლობას და რა როლი ეკისრება ამ შემთხვევებში ადგილობრივ მთავრობებს. სამშენებლო სამართალზე საუბარს უჩა ზაქაშვილთან, სამშენებლო სამართლის სპეციალისტთან ერთად გავაგზავნებთ, რომელიც პირდაპირ ხაზზე გვერდება. მოგესალმებით, ბატონო უჩა. პირველ შემთხვევაში ითქვა, რომ ეს ყველაფერი კერძო ტერიტორიაზე ხდებოდა, შემდეგ სამწუხაროდ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით ითქვა, რომ ეს იყო კერძო ტერიტორიის გარეთ. თუ შეიძლება პირველ რიგში ვისაუბროთ, ზოგადად ვინ არის ამ ყველაფერში პასუხისმგებელი და ვისთან უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, ამ პრობლემების დაფიქსირება და შემდეგ ვინ უნდა აგოს პასუხი. დიახ, ესე იგი, მოქმედი კანონმდებლობით სამშენებლო მოედნად ცხადია განიხილება ის ტერიტორია, ის საკადასტრო რომელზეც თანებასო დოკუმენტაცია არის გაცემული და რომელიც საფუძველზე შესაძლოა დემონტაჟი, მიწის სამუშაოების სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდეს, ან არ მიმდინარეობდეს, მაგრამ უბრალოდ დოკუმენტები უკვე გამოცემული იყოს. აქედან ამ მომენტიდან ჩნდება ვალდებულება, რომ სამშენებლო მოედანი დაექვემდებაროს მშენებლობის სტანდარტებს და ყველაზე ერთ-ერთი მინიმალური სტანდარტი არის, რომ უნდა შემოღობილი და შეუწყებლადობა უნდა იყოს შემოღობილი უწყობისა. ამ კონკრეტულ საქმეზე მე რა ხადია ვერ გავასწრებ მოვლენებს და ალბათ გამოძიება დაადგენს.
კონკრეტულად სად მოხდა და ექვემდებარებოდა თუ არა უსაფრთხოების რეგლამენტების დაწესება ამ ტერიტორიას. ეს საქმე, რადგანაც როდესაც შეუძლია უსაფრთხოების წესების დარღვევას მოყვება სიცოცხლის მოსყობა, ეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაული, ანუ გავდივართ სამშენებლო სამართლიდან ამ შემთხვევაში და ამ საკითხების გამოკვლევას უკვე გამოძიება უნდა ახდენდეს. თუმცა ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც არ დგება ან ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსყობა, მსგავსი შემთხვევები არის სამშენებლო სამართლის დარღვევები, ანუ უსაფრთხოების რეგლამენტების დარღვევა და მასზე რეაგირება, მათი გამოვლენა და მათი მონიტორინგი, ანუ პრევენციული არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, მათი ვალდებულება, რომ უზრუნველყონ საკუთარ ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სამშენებლო მოედნების შემოვლების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობაში. თქვენ საუბრობდით შეუღწევლობაზე და მიუხედავად იმისა, რომ თუ მაინც დარღვეულია ეს ყველაფერი და სამწუხაროდ დგება ისეთი ფაქტი, გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტი, აი ამ შემთხვევაში როგორი ჩანაწერი არსებობს, როგორ არის დაცული ის ადამიანები და ოჯახის წევრები თუ სხვადასხვა, ვისაც შემდეგ ასეთი უბედურება ატყდება თავს. დიახ, როგორც მოგახსენეთ, ესეთი შემთხვევები უკვე სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეგულირების სფერო არის და ასეთი შემთხვევები საჭიროებს გამოძიებას სისხლის სამართლის 240 მუხლის შესაბამისად და გამოძიების შედეგების მიხედვით პასუხისმგებაში მიცემა იმ პირების, ვინც გამოიწვია ეს შედეგები. აქედან გამომდინარე, ეს შემიძლია თქვა ამ მიმართულებით. ბატონო რჩა, ჩვენთან არსებული პრაქტიკა რას აჩვენებს? ჩვენთან ძირითადად როცა ასეთი ტიპის ტრაგედიები ხდება, მიდის მთელი მუშაობა და ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა იმაზე, რომ ეს ხელისუფლების ბრალი არ არის, ან ეს კონკრეტული კომპანიის ბრალი არ არის. რა ტიპის პრაქტიკა გვაქვს თუ არა შემთხვევები საერთოდ პასუხისმგებლობის აღების მიმართულებით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაში და სად შეიძლება აი ასეთი ტიპის მძიმე შემთხვევების შემდეგ გქონდეს მოლოდინი, რომ აი კონკრეტულად ეს უწყება, ან კონკრეტულად ეს კომპანია, ან ეს ჩართული მხარე მოკლედ აიღებს პასუხისმგებლობას, რეალურად გამოასწორებს და იქნება მაგალითი იმის, რომ ხვალზე კიდევ უარესი შემთხვევები არ გქონდეს ქვეყანაში. აი ამ ნაწილში სად ვართ, ჩვენი პრაქტიკა რას აჩვენებს? რეალურად თბილისის სტატისტიკა უცხოელების მიახლოვდა ამ მიმართულებით და შემოვლების საფრთხეების მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს მაკონტროლებელი ორგანოები პრაქტიკაში. საკმაოდ ხისტი რეგულაციებია შემოვლების შეჩერებას და საკმაოდ მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს და ძალიან ბევრი ობიექტი თბილისის მასშტაბით და განსაკუთრებულად შემიძლია თქვა, რომ აქტიურად გამოიყენება ეს რეგულაციები. თუმცა პრობლემა ჩნდება ხოლმე იქ, სადაც რეაგირება მომხდარი არ არის და მოხდა უბედური შემთხვევა. ანუ ესეთ დროს ხდება ხოლმე ესე ვთქვათ თავის გამართლების რეჟიმში დადასვლა, რადგანაც ობიექტურად მაკონტროლებელი ორგანოები ვალდებულები არიან ყველა სამშენებლო ობიექტზე გააკონტროლონ მშენებლობის საფრთხეობა, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლის ჯანმრთელობას და ისეთ სენსიტიურ საუბარია მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფ ინსპექციებზე, რომლებსაც ევალებათ კონტროლი როგორც სამშენებლო ობიექტებზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიახ, სადაც სამშენებლო საქმიანობა შემოდის, ესე რომ ვთქვათ რა, სადაც სამშენებლო საქმიანობა შემოდის, ყველგან ევალებათ ამის კონტროლი. ახლა, როდესაც ვნახულობთ, რომ ვთქვათ, არის დავა იმაზე, რომ სამშენებლო მოედანზე მოხდა დარღვევა თუ არა, ხო ეს ახლა რთული შესაძლებელია ესეთ რეჟიმში, საერთოდ თქვენები გამოკვლევა ჭირდება ამ საკითხს. ამიტომ თუ სამშენებლო მოედნის გარეთ იყო რაღაც ხრილი პირობითად ვამბობ და იქ მოხდა უბედური შემთხვევა, რთულია რომ ესეთი შემთხვევა მიაწეროს სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებს, ხო? თუმცა თუ რაღაც საქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, მისი მოუწესრიგებლობა იყო, ამ ყველაფრის შედეგი ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირი პასუხისმგებლობის. ასეთ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც სამშენებლო ობიექტის მიღმა ხდება რაიმე შემთხვევა და იქ არ ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა შეიძლება ორად გავყოთ საკითხი. ერთი შეიძლება აღნიშნული მიწა კერძო საკუთრებაში იყოს, მაგრამ იქ არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდეს, ან მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდეს. აი ამ ორი მიმართულებით რა ხდება?
დიახ, უბრალოდ პასუხისმგებელი პირები გვეცვლება რა, თუ კერძო მესაკუთრეების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეები გვეყოლებოდა პასუხისმგებელი პირები ამ დაცვაზე, ამ ტესტების და რეგლამენტების, ნუ ამ შემთხვევაში იქნებიან შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, ან თუ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა შესაბამისად. ამიტომ მაინც ჯობია რომ უფრო ზოგადად შევაფასოთ, რადგან ეს ამ კონკრეტულ საქმეში ეს დეტალები არ არის ჯერჯერობით საჭირო, რომ ჩვენ შევძლოთ მისი შეფასება. თვითონ კანონმდებლობა რას ითვალისწინებს? თუ კი სამშენებლო ობიექტს მიღმა ხდება, ამ შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა საერთოდ არ იკვეთება 2 მეტრში ან იქვე რო იყოს, თუნდაც არ ვიცი, რამდენიმე ძალიან მცირე მანძილით დაშორებული, ეს მათ კომპეტენციას და მათ პასუხისმგებლობას ცდება, ასია კანონმდებლობის მიხედვით? იცით როგორ არის? თეორიულად შესაძლებელია, რომ სამშენებლო ღობე განთავსდეს წითელ ხაზების მიღმაც. ამას ამ საკითხს წყვეტს შენებლობის ორგანიზების პროექტი, რომლის წარდგენაც სანებართო დოკუმენტების შეთანხმების მომენტში დგება. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ვისაუბროთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთისთვის სამშენებლო მოედნის საზღვარი კონკრეტულად წითელ ხაზზე გადადის, წითელ ხაზის მიღმა გადის. თეორიულად შეიძლება შიგნითაც გადიოდეს, ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, ტექნიკურ ფაქტორებზე. აქედან გამომდინარე, თეორიულად შეიძლება რომ იყოს სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა, თუ შენობის ორგანიზების პროექტის მიხედვით არ იყო იქ ღობე მოწყობილი ამ შემთხვევაში და შესაძლოა რომ არ იყოს, თუ აღმოჩნდება რომ ამ ღობის მიღმა ობიექტურად ამ ღობის მიღმა არის აღმოჩენილი, ესა თუ ის ორმო ან რაღაცა ტერიტორია. არსებული უსაფრთხოების სტანდარტები, რაც გვაქვს გაწერილი, რამდენად სრულყოფილია და სრულფასოვანია, თუ ამ მიმართულებაშიც საჭიროა რაღაცა ახალი ჩანაწერების გაკეთება და უფრო მეტად დახვეწა, რომ არ იყოს თუნდაც რაღაცა გაურკვეველი საკითხები და არ იყოს ბუნდოვანება, სად ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. გვაქვს ხარვეზები ტექნიკურ რეგლამენტებში, აი ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არ ხედავ ამ პრობლემას, რადგან ღობე და ჩაკეტილი ჭიშკარი და მონიტორინგი მუდმივი ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც აი ასეთი ტიპის უბედური შემთხვევების დადგომას გამორიცხავს. თუმცა ტექნიკური რეგლამენტები ცხადია, საჭიროებენ მნიშვნელოვან რეფორმას, იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა ყველა სამშენებლო ობიექტის ვალდებულება არის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მინიმალური სტანდარტი, ვინ შეიძლება იყოს შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ანუ შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი ვიყოთ, თუ გვაქვს უბრალოდ ინჟინრის დიპლომი. შესაბამისად, სერტიფიცირება არის ამ საკითხში აუცილებელი, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს სტანდარტები მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რადგან მათ რეალურად გააჩნდათ კომპეტენცია, რომ დაიცვან ან უზრუნველყონ სამშენებლო მოედანზე ამ ტესტების შესრულება, რადგან თუ ჩვენ ამ ნაწილს არ მივაქცევთ ყურადღებას, ხო, ეს რაღაც ერთგვარი ფორმალური თანამდებობა არის სამშენებლო ობიექტებზე და თვითონ სამშენებლო ობიექტის მესაკუთრების კეთილნებაზეა ხოლმე დამოკიდებული, რამდენად სწორ სპეციალისტს შეარჩევს და მე დაუჯერებს მის რეკომენდაციებს. აი ეს უფრო ღია არსებული პრაქტიკა რას აჩვენებს, რამდენად არიან კეთილსინდისიერები თავად ბიზნესის წარმომადგენლები, რამდენად ქირაობენ ამ კადრებს, რამდენად აქცევენ ყურადღებას, ჩვენი პრაქტიკა და რეალობა რას აჩვენებს? იქით რადგან ხაზი გაუსვი, ანუ ეს სერიოზული პრობლემა არის პრაქტიკაში. რადგან უფრო ფიქტიურად ხდება ამ ვალდებულების შესრულება, ვიდრე რეალურად. მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველა სამშენებლო ობიექტი, უამრავი სამშენებლო კომპანია ამ ტესტებს ზედმიწევნით იცავს, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი ფიქტიურად ასრულებს საკანონმდებლო დარეგისტრაციას. და ვერ ხერხდება, ან რატომ ვერ ხერხდება აღნიშნული დარღვევების თუნდაც გამოვლენა, ან რა არის ძირითადი პრობლემა, რატომაც აი როგორც აღნიშნეთ, უმრავლესობა კომპანიებისა ამას ფიქტიურად ასრულებს. დიახ, ამ ნაწილში შემოვიტანოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადავადდა სერტიფიცირებული სპეციალისტებთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება, ახლა ვიცით რომ უნდა ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს დოკუმენტი იმდენად ზოგადია, რომ გქონია გინდა არა, ანუ ვერ ვდგავ ვერ გადავდგავთ წინ ვერანაირ ნაბიჯს, ისევ დაგჭირდება დამატებითი რეგულაციები იმისთვის, რომ ამ სერტიფიცირების აღსრულების მექანიზმები შემოვიტანოთ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, კოდექსმა, რომელიც ამოქმედდა ჯერ კიდევ 2019 წელს, მაშინ მოითხოვა სერტიფიცირება იმ სპეციალისტების, რომელიც ამ ტიპის განსაკუთრებული პასუხისმგებლობებით
არიან აღჭურვილი სამშენებლო ობიექტებზე, თუმცა არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხებელი, არამედ სხვადასხვა პროფესიები, რომელიც შემოდით სამშენებლო საქმიანობაში, თუმცა წარმოიდგინეთ უკვე 2025 წელი გვაქვს და შეგვიძლია ვნახოთ რამდენჯერ გადავადა ამ რეგულაციის ამოქმედება. გასაგები არის, რომ რთულია, ცხადია, თუმცა არ ჭირდება მას 5 წელი ნამდვილად და მით უმეტეს 5 წლის მეტ ფორმალურად ამ ვალდებულების შესრულება იმ რეგულაციის სახით, რომელიც ახლა დამტკიცებული აქვს, შესაბამის სახელმწიფო უწყებას, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ პრაქტიკაში მაგარ რამე შეცვალო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის უფრო მაღალი და ისინი უფრო აქტიურად და უფრო მეტი ჩართულობა უნდა გამოიძინონ. ანუ აუცილებელია ესეთი ტიპის ჩარევა, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ შორის არაკომპეტენტურობა არის ხშირ შემთხვევაში გარკვეული ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი და ჩვენ უამრავი მასეთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ. ხო, სამწუხაროდ მუნიციპალიტეტი და მთავრობები ძირითადად დაკავებულები არიან, რომ როგორმე მარტივად გადალახონ არსებული კრიზისი და რაღაცა არ მოხდეს დადანაშაულება მათი მესიჯ ბოქსი და რესურსი იხარჯება ამ მიმართულებით და არა რეალურად პრობლემის აღმოფხრა, შეფასება, თვალის გასწორება და შემდგომ უკვე მუშაობის დაწყება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული იყოს. მადლობა ბატონო უჩა თქვენი დროისთვის და ანალიზისთვის. უჩა ზექაშვილი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი, პასუხობდა უძრავი ქონების პროსპექტის კითხვებს. მცირე სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. 21-22 თებერვალს ბათუმში ტურიზმის სამიტი ჩატარდება. ტურისტერის მთავარი თემა მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით დარგში არსებული მოლოდინები და გამოწვევები იქნება. ორდღიან სამიტს 20-მდე სპიკერი და 300-მდე დამსწრე ეყოლება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია 4 თემატური პანელის ჩატარებაც. უფრო მეტ დეტალზე კი სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ნინო მესაბლიშვილი, CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორია სტუდიაში და ლევან ბოლქვაძე, რეინვესტის დამფუძნებელი, ასევე ბათუმიდან ჩაგვერთვება პირდაპირ ხაზზე. მოგესალმებით, მადლობა ნინო თქვენი დროისთვის და მადლობა ასევე ლევანს, რომელსაც რამდენიმე წუთში დაუბრუნდები. მოდი პირველ რიგში ვთქვათ, რა ტიპის ღონისძიება იმართება. დეკემბერში უნდა გამართულიყო სწორად მახსოვს წლის ბოლოს, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით 2025-ში გადმოიწია. რა არის მთავარი თემები ტურისტერის მიმდინარე პერიოდისთვის? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს ღონისძიება დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოხდა გადატანა. თემა იქნება, რა თქმა უნდა, ტურიზმი, მედეგობა ტურიზმსა და ასევე უძრავი ქონების მიმართულებით. ვფიქრობთ, ეს ორი მიმართულება ძალიან ასე ვთქვათ, გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ამიტომ მსხვილად იქნება განხილული როგორც ასე ვთქვათ, უძრავი ქონება, ასევე ტურიზმის სხვადასხვა ასე ვთქვათ, გამოწვევები რაც არის და სხვადასხვა თემები ამ ასე ვთქვათ ორი სფეროს გარშემო. ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი უცხოური სპიკერიც არის მოწვეული და ადგილობრივი სპიკერებიც იქნება, ასევე იქნება პანელური დისკუსია და საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამოვადარწმუნებული ვარ. რა თემებს მოიცავს პანელები, მათ შორის და უცხოელი სტუმრები საიდან გვყავს, რა მიმართულებებია მათთვის აქტუალური და საინტერესო? ერთის მხრივ მოსმენა ინფორმაციის რაც ხდება და მეორეს მხრივ მათი მხრიდან შეფასებების გაკეთება. კი ბატონო, ანუ თვითონ სპიკერები ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე ამ ორი სექტორის გარშემო, თუმცა ძირითადი თემა იქნება მაინც მედეგობა, როგორც ტურიზმს, ასევე უძრავ ქონებაში როგორც ვახსენე. უშუალოდ ჩვენი პანელის ნაწილი იქნება ციფრების მიმოხილვა და სხვადასხვა სტატისტიკის მონაცემების ინფორმირება თვითონ ასე ვთქვათ დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე იქნება განხილული კადრების პრობლემები უძრავ ქონებაში და ასევე ტურიზმში და ასევე იქნება ასე ვთქვათ სხვადასხვა ინოვაციური მედეგობის და მდგრადობის მიმართულებით მიდგომები სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორისთვის. ლევანსთან მინდა რომ გადავინაცვლო, რომელიც როგორც ვიცი არის ჩვენთან ერთად ხაზზე და ესმის ჩვენი საუბარიც. ლევან, მოგესალმები კიდევ ერთხელ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა არის სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით მთავარი საკითხები, რაც ტურისტერის ფარგლებში იქნება წამოწეული? საქართველოს ტურიზმის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის მთლიანად საქართველოსთვის და განსაკუთრებით ბათუმისთვის. წელს უკვე მეორედ არის საშუალება, როდესაც ამ ტურიზმის, ასე ვთქვათ, ამ ტურისტერის ფარგლებში განვიხილოთ პანელი, რომელიც ეხება უძრავ ქონებას და სტუმარ-მასპინძლობას. ამ პანელის ფარგლებში ვისაუბრებთ ზუსტად იმ გამოწვევებზე და იმ ურთიერთკავშირზე უძრავ ქონებასა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის, რომელიც არსებობს საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმში და მათ ურთიერთკავშირზე ვისაუბრებთ. რაც შეეხება სამშენებლო მიმართულებით მნიშვნელოვან ასე ვთქვათ გამოწვევებს, აქ შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის
მსხვილი პროექტების გავლენა არსებულ ბაზარზე, იცით რომ ბათუმში ორი უმსხვილესი პროექტის მშენებლობები არის დაგეგმილი. ამ საკითხებსაც მიმოვიხილავთ და მის გავლენაზე ვისაუბრებთ. ასევე ვისაუბრებთ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, რომელიც გავლენას მოახდენს მომავალში უკვე როგორც ტურიზმის ბიზნესზე, ასევე უძრავი ქონების ინდუსტრიაზე. ლევან, ტურიზმის და უძრავი ქონების ბიზნესი გადაჯაჭვულია ერთმანეთს და შესაბამისად სტუმრებიც ამ ორი დარგით დაინტერესებული ადამიანები იქნებიან. თუმცა მოდი უფრო თუ შეიძლება სიღრმეებში შევიდეთ, იმიტომ რომ 2 დღის განმავლობაში ხორციელდება ეს ღონისძიება და რას წაიღებენ იქ მოსული დამსწრე საზოგადოება და ეს როგორ დაეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე უძრავ ქონებას მომავალში, რომ კიდევ უფრო წინ გადავდგათ ნაბიჯები. ბუნებრივია ამ სამიტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ არსებულ ისტორიულ ასე ვთქვათ მონაცემებზე, თუ რა თქვათ გამოწვევები იყო ბაზარზე, ამის ანალიზი ერთგვარი თქვათ დამატებითი მასტიმულირებელი ფაქტორები იქნება მათთვის, ვინც ფიქრობს უძრავი ქონების ინდუსტრიაში შესვლას, ასევე ინვესტირებას უძრავ ქონებაში. ძალიან მარტივად რო ვთარგმნოთ ეს, ისინი გაიგებენ ამ ინდუსტრიას რა პერსპექტივა და რა მომავალი აქვს ხვალ. ბუნებრივია ამის გაანალიზებას მოახდენთ შევეცდებით რომ პანელის ფარგლებში დისკუსიის პირობებში ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ვინაიდან ვისაუბრებთ დარგის საჭიროებებზე, მათ შორის ასე ვთქვათ იმ კვალიფიციური კადრების საჭიროებებზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის სფეროში, ასევე უძრავ ქონებაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის საბროკეროების როლი და მათი ასე ვთქვათ გავლენა უძრავ ქონებაში. შესაბამისად, მობრძანებული სტუმარი და მსმენელი მიიღებს და გააკეთებს ანალიზს არსებული ბაზრის და წაიღებს იმ მესიჯებს, თუ რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რა მიმართულებით გააკეთოს, თქვათ, ხედვა, კაპიტალდაბანდება, თუ ის ინვესტორი არის, თუ ის ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რა მიმართულებით მიდის მოთხოვნა და ასე შემდეგ. ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი უშუალოდ პანელის ფარგლებში აუცილებლად გავაზრდიარებ კონკრეტულ ციფრობრივ მაჩვენებლებს, რომელ მიმართულებით იყო მიმდინარე წელს გაზრდილი მოთხოვნა და საითკენ მიდის სამოავლო ბაზარი. საით მიდის ლევან სამოავლო ბაზარი და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით რა მთავარი რისკები არსებობს ბათუმში ტურიზმის მიმართულებით, უძრავი ქონების მიმართულებით, რა არის მთავარი გამოწვევა, რაც შეიძლება 2025-ში დაუდგეს ინდუსტრიას? აქ მცირე შესავალს გავაკეთებ, ბუნებრივია და მინდა დავუტოვო ეს მობრძანებულ სტუმარს, ეს ინფორმაცია ადგილიდან წაიღონ, თუმცა შესავალს გავაკეთებ იმ კუთხით, რომ ბათუმის ბაზარს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი განვითარების. 20 მეტი საერთაშორისო კომპანია არის შემოსული და საერთაშორისო ასე ვთქვათ სასტუმროების ბრენდი შემოვიდა ბათუმის ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში ბევრად საინტერესო ხდება არა მარტო ლოკალური, არამედ საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებისთვისაც. არ შეიძლება არ გამომახვილოთ ყურადღება ბოლონდროინდელ ინფორმაციაზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან ერთ-ერთი მსხვილესი კომპანია MRG Group-ი სამომავლოდ აინიცირებს მსხვილი პროექტის განხორციელებას გონიოში, რომელიც ბუნებრივია დიდ გზაგავლენას მოახდენს უძრავი ქონების ბაზარზე. ამ და სხვა ვთქვათ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უშუალოდ წერტილოვნად დაარღვევს უძრავი ქონების ინდუსტრიას, ვიმედოვნებს სასიკეთოდ, თუმცა უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, ექნებათ მსმენელებს და მობრძანებულ სტუმრებს საშუალება, რომ ეს ყველაფერი გავაანალიზოთ და დარწმუნები გავაკეთოთ. ნინოსთან დაუბრუნდეთ. ლევან, დიდი მადლობა წარმატებები ღონისძიებას და თქვენ ორგანიზატორებს ამ ღონისძიების. ნინო, თემები, რადგან ლევანი საუბრობდა, რა პრინციპით იქნა შერჩეული? ეს არის ყველაზე ესეთი ცხელი თემები, რა გამოწვევების წინაშეც დღეს აჭარის ბაზარი დგას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით, თუ როგორ მოხდა და შემდეგ ამ გამოწვევებზეც რო ვისაუბროთ. კი ბატონო, ანუ ძირითადი გამოწვევები იყო, ასე ვთქვათ, თავარი თემა, რაც დგას და რაც ყველაზე აქტუალურია ახლა, ამიტომ
ტურიზმის მიმართულებით ასევე ლევანაც ახსენა აქტიურად ვისაუბრებთ კადრების პრობლემაზე და აქ შესაძლო გადაჭრის გზებზე და საუკეთესო გამოცდილების თქვათ ევროპით და სხვა ქვეყნებით სადაც იყო ეს პრობლემა დაძლეული და ის იქნება განხილული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ასევე იქნება თქვათ ეს მდგრადობა რაც ახლა მომავლის თემაა მშენებლობაში და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც აუცილებლად საჭიროა იმისთვის რომ ბათუმი და აჭარის რეგიონი კიდევ უფრო განვითარდეს იმიტომ რომ ხედავთ რომ რეალურად აქვს იმისი შანსი და იმისი ასე ვთქვათ პოტენციალი აჭარის ბაზარს რომ კიდევ უფრო განვითარდეს თუმცა ეს არ არის მხოლოდ ისევ ტურიზმი და მხოლოდ რაღაცა საცხოვრებელი კორპუსების შენობობა არამედ გვინდა რომ სხვა კუთხითაც მოხდეს მისი განვითარება და ესეც იქნება განხილული და რჩევები იქნება მოცემული ვთქვათ რა კუთხით ეს იქნება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები არსებული მსხვილი უცხოური ინვესტიციები და ასე შემდეგ რაც შესაძლოა რომ უკეთესად დაეხმაროს აჭარის ბაზრის განვითარებას არ ვიცი, ადეკვატური ტემპი დავარქვათ, არც სწრაფი, არც ნელი, იმდინარეობს სხვადასხვა ტიპის პროექტების განვითარება. თქვენ ბევრი მიმართულებით ხართ პროექტების ზედამხედველობაში ჩართული და ამიტომ ვსვამ ამ კითხვას და როგორ შეაფასებდით ეს ტემპი რამდენად კარგია? რეალურად რო ვისაუბროთ, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო უძრავი ქონების და თუნდაც ტურიზმის მიმართულებით, ბევრი ახალი ბრენდი იყო დაანონსებული, რომელიც აპირებდა საქართველოს ბაზარზე შემოსვლას. სამწუხარო რეალობა ის არის ამ პოლიტიკური ვითარებიდან და სხვადასხვა ასე ვთქვათ არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი საინვესტიციო და ასე ვთქვათ ახალ დაწყებული პროექტი შეჩერდა, ჩვენ ესეთ რეალობას ვაწყდებით, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტების გადადება არ მოხდება და უახლოეს მომავალში ისევ ასე ვთქვათ დღის წესრიგში დადგება ამ პროექტების ასე ვთქვათ განგრძობითობა. თუმცა ისევ ასე ვთქვათ ცოტა გაურკვეველი ვითარებაა სამწუხაროდ და ის გადაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ისევ ასე ვთქვათ წინ წავალთ, ისევ დაიწყებს ეს ბაზარი განვითარებას და აი ამაზეც ჩემი აზრით იქნება აქცენტები, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ბაზარს ხელი არ შეეშალოს და ის წინ წავიდეს, არ გაჩერდეს და მით უმეტეს უკან არ წავიდეს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები თუ იქნებიან და აი მათთან რა ტიპის საკითხებს დააყენებთ მათ შორის? კი ბატონო, მე როგორც ვიცი, არის ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მოწვეული და მათთან ერთად გვინდა რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, დებატების და ღია დისკუსიის სახით მათთან ერთად ჩავერთო და ერთად განვიხილოთ სახელმწიფოსთან ერთად რა პროექტებს შეიძლება და რა ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს კერძოდ აჭარის რეგიონში იმისთვის რომ ეს ასე ვთქვათ გაიზარდოს ინვესტირება და ახალი პროექტების შემოდინება რეგიონში და არ გაჩერდეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ამ ქვეყნის ეკონომიკური ამ კუთხით განვითარებისთვის. მადლობა. მეორეჯერ ტარდება როგორც ვიცი ტურისტები წარმატებები კიდევ ერთხელ მგონი მესამედ. შეიძლება მესამედ დავაზუსტებ და შემდეგზე უფრო ზუსტ ინფორმაციას ვთქვი. წარმატებები, პანელში წარმატებები, ნინო მესაბლიშვილი იყო CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი, ჩვენი სტუმარი, ასევე ლევან ბოლქვაძე, რენიუსტის დამფუძნებელი ჩაგვერთო აჭარიდან. მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის. უძრავი ქონების პროსპექტი ამ ღონისძიებას ადგილზე გააშუქებს. ჩვენი თებერვლის ბათუმის გამოშვების მთავარი თემა სწორედ ტურიზმის სამიტი იქნება. როგორც აღინიშნა, 4 პანელი გაიმართება, მათ შორის პანელური დისკუსიები შეეხება ტურიზმის და მომიჯნავე ბიზნესების პერსპექტივებს 2025-ში. იქნება უძრავი ქონების პერსპექტივების შესახებ კვლევა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი გალტენ ტაგარტი წარადგენს და ვფიქრობ, როგორც ტურიზმის, ისე უძრავი ქონების მიმართულებით საინტერესო ანალიზის გაკეთების საშუალება მოგვეცემა. არსებული ვითარების გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია შექმნილ ტურბულენტურ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ამ ეტაპზე სიმყარეს ინარჩუნებს და მოთხოვნის კლების ფონზე ფასების შემცირებას ადგილი არ აქვს, რისკები დარგში მნიშვნელოვნად გაზრდილია. მოთხოვნის დასტიმულირებისთვის კომპანიები სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებს და შიდა უპროცენტო განვადებებს მიმართავენ. როგორც ცდილობს დეველოპერული სექტორი კრიზისის დროს გაყიდვების ზრდას და რა ხდება რეალურად პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე, სექტორის ანალიზით ლევან ელიზბარაშვილი პროსპექტის პარტნიორი შემოგვიერთდა სტუდიაში. მოგესალმები ლევან. მოგესალმებით. პატარა ის რო გავაკეთოთ თუ შეიძლება რაღაცა ბაზრის დღევანდელი ანალიზი. მდგომარეობა როგორია დღეს უძრავი ქონების ბაზარზე, რამდენად დამძიმდა, მძიმდება თუ აი რა ხდება? ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იდეალურად არის, გაყიდვები არ არის ისეთ მასშტაბურად შემცირებული, ფასების კლებაც არ არის, თუმცა ერთია რა არის ოფიციალურ ტრანზაქციებში და კვლევებში, რა გამოდის მედიისთვის და მეორეა რეალურად რა ხდება და ამიტომ მინდა გთხოვოთ, როგორია მდგომარეობა და რამდენად არის რისკები გაზრდილი თქვენი შეფასებით. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა შეკითხვისთვის. ერთი სიტყვით გამიჭირდება მე ახსნა რა ხდება დღეს, თუმცა მე მინდა გითხრათ თამამად, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარი
მე უფრო მეტი პერიოდის განმავლობაშიც კი უძრავი ქონების ბაზარი ესეთ მდგომარეობაში არასდროს არ ყოფილა, ძალიან საყურადღებო მდგომარეობაშია. ტრანზაქციების რაოდენობა არის შემცირებული, ნებართვების რაოდენობა და გაცემული კვადრატულობების რაოდენობა ისევ მაღალია. მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში შეიმჩნევა ასკარად დისბალანსი. ფასების კლება კი ჯერ ნამდვილად არ არის დაფიქსირებული, თუმცა დეველოპერების ქცევიდან გამომდინარე ეს ალბათ იქნება უკანასკნელი ნაბიჯი და უკანასკნელი სიგნალი იმისა, რომ პროექტები და სექტორი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ნიშნები უკვე არსებობს, პრობლემის გადავადებას სექტორი იწყებს განსაკუთრებული პირობების შეთავაზებით, რაც ჯერჯერობით განმადებებს, შიდა განმადებებს და რაღაც ესეთ მექანიზმებს უკავშირდება. პრობლემებზე რაზეც ახლა საუბრობ, მოდი ცოტა გავყვეთ რა 5 წელი ახსენე. სექტორმა იყო პერიოდი, როდესაც კოვიდის დროს სახელმწიფოს ჩართულობით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და გადალახა ეგრეთ წოდებული კრიზისი. შემდეგ კიდევ გაჩნდა კრიზისი და ყველაზე ახლო ალბათ გვახსოვს შარშან გაზაფხულზე, როდესაც იყო აქციები და ამ პერიოდში დაახლოებით 2-3 თვით მოხდა დაპაუზება ესე ვთქვათ, ყიდვასთან დაკავშირებით და ეხლა კიდევ მორიგი კრიზისია, რომელიც შეიძლება თვისობრივად განსხვავდებოდეს. თუ შეიძლება ესენი შევადაროთ ერთმანეთს და ესეც არის თუ არა დაპაუზების ეფექტი თუ ეს უკვე რაღაცა სხვა მიზნებით გაჩენდა, მიზეზებით გაჩენილი კრიზისია, რომელმაც უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მოგვიტანოს, ვიდრე შარშანდელმა კრიზისმა, რომელმაც პრაქტიკულად დაპაუზების შემდეგ ესე იხეთქა და ყველაფერი დასტაბილურდა. ძალიან საინტერესო კითხვა არის. არსებითად განსხვავებული მდგომარეობა არის. არსებითად განსხვავებულ მდგომარეობას განაპირობებს ორი ფაქტორი. პირველი ფაქტორი განაპირობებს ის, რომ დამეთანხმებით ალბათ რომ წლიდან წლამდე როცა რაღაცა იყიდება ისეთი რაღაცა, რაც უძრავი ქონება ქვია, ეს ავსებს გარკვეულწილად სიცარიელეებს, ხო, რაღაცა მოთხოვნა არსებობს, იქმაყოფილებს ადამიანი, იქმაყოფილებს და ბოლოს ეს მოთხოვნა ამოწურად იხდება. ეს განსაკუთრებით შეეხება იმ ნაწილს, სადაც ადამიანები ბინებს მართლა საცხოვრებლად ეძებენ და რასაც ბინები, რომლებსაც ადამიანები მართლა საცხოვრებლად ყიდულობენ. ეხლა არის ბინები, რომლებსაც ადამიანები საცხოვრებლად არ ყიდულობენ, ეს არის საინვესტიციო. საინვესტიციო მიმართულებებზე ძალიან დიდი დარტყმა მიყენებული, იმიტომ რომ ტურიზმის სექტორში შემოსავლები არის მკვეთრად დაცემული, ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ბოლო ეტაპზე აისახება ხოლმე უძრავქონებაზე, ასე ვთქვათ, მეგულისხმობს საცხოვრებელ უძრავქონებაზე, გასაქირავებელ უძრავქონებაზე, მაგრამ უკვე ასახული არის და ამან გამოიწვია ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უძრავი ქონების შესყიდვით, იმ მიზნით, რომ მერე გაექირავებინათ ტურისტულ სექტორზე თუ რაღაც სხვა მიმართულებებით, ეხლა ამ სეგმენტმა შეიკავა თავი. მეორე სეგმენტი არის ის, რომ არსებობს ბუნებრივი კლება იმის მოთხოვნისა, ბუნებრივი პირველადი მოთხოვნის, ხო, რომ საცხოვრებლად მინდოდეს ბინა და ამას ემატება ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 1,900,000 არა 1,800,000 არის 2024 წელს გაცემული საცხოვრებელი ნებართვების კვადრატული მეტრების მოცულობა მარტო თბილისში 1,900,000 იყო 2023-ში 100,000 კვადრატული მეტრი არის სხვაობა გაცემულ ნებართვებში საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით, ისიც მესამე-მეოთხე კატეგორიის კორპუსებზე ვსაუბრობ, ხო, საცხოვრებელ კორპუსებზე ვსაუბრობ და წარმოიდგინეთ რა ხელა მიწოდება რის ფონზე, ხო? ჩვენ არაერთხელ დავსვით შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივი მოთხოვნა არსებობს მაშინ, როდესაც არის მოსახლეობის ზრდა, არსებობს მიგრაცია, არსებობს ეკონომიკური აქტივობები, ბუნებრივი ზრდა მოთხოვნა როგორ შეიძლება არსებობდეს ბუნებრივი ზრდით და როცა მოსახლეობა იმაშება და აქ მთავარი არგუმენტი არის ხომ და კვლევებშიც რომ ჩვენთან არის დიდი ოჯახები და ევროპულ მაჩვენებელს საკმაოდ ჩამორჩებით. დაშლა ხდება ოჯახების, მოკლედ არავინ აღარ ცხოვრობს რამდენიმე თაობა ერთად და ამის ხარჯზე იზრდებოდა მოთხოვნა უძრავ ქონებას, მათ შორის ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე. ეს არის მათ შორის ყველა კვლევაში ჩადებული და მთავარი აქცენტი, როცა ვსაუბრობთ რომ მოთხოვნა ბუნებრივად გაიზრდება და თბილისში განსაკუთრებით ეს არის ხოლმე მთავარი არგუმენტი. აბსოლუტურად ძალიან კარგი ანალიზია, მაგრამ პირველი კითხვა არსებობს ის, რომ ჩვენ ამდენად ვართ დღეს ევროპის შესაბამის ეკონომიკურ მდგომარეობაში, ერთ ბინაში საშუალო მაცხოვრებლის რაოდენობა ჩამოსული იყო წინა წლის მონაცემების მიხედვით 3.1-ზე საშუალოდ თბილისში და იყო 4
ეხლა არის 3.1 ბოლო მონაცემები თუ ვიმსჯელებთ, ევროპაში მონაცემი თუ სწორად მახსოვს არის ან 2.4 მახსოვს რატომღაც და მე კითხავს ვსვავ რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იმყოფება ეკონომიკა ევროპაში, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი კიდე რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო, რომელიც უძრავ ქონების გაყიდვას პირდაპირ უკავშირდება, ის არის რომ დაახლოებით $955 თბილისში უძრავი ქონების საშუალო ფასიდან დღეს ასული არის თუ სწორად მახსოვს $1204-ზე და ეს არის მეორე ინდიკატორი შეჩერების, ვისაც არ უნდა კითხოთ დაინტერესებულ ადამიანს, ყველას მოლოდინი აქვს რომ ფასები უძრავ ქონებაზე დაიწევს და შესაბამისად ეს მიანიშნებს ეს პროცესიც მიანიშნებს იმას რომ საქართველოს მოსახლეობა თუ თბილისის მაცხოვრებელი არ არის ისეთი თამამი და არ აქვს ისეთი მზაობა რომ $1,200 კვადრატული მეტრი ისევე იყიდოს ისეთივე ტემპით ისეთივე სიჩქარით იყიდოს როგორც $955 1 კვადრატულ მეტრს ყიდულობდა 2022 წელს და ეს ზრდის დინამიკა გარდაუვალია. წელს მერე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ბევრი ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე, მუშახელიდან, სამშენებლო მასალიდან, ახალი რეგულაციებიდან და ასე შემდეგ. ამიტომ მაგალითად დეველოპერები როცა ამ კითხვას უსვამთ, ყოველთვის ამბობენ რომ ფიზიკურად არ არის რესურსი, რომ $900-ზე და $1000-ზე დაბრუნდეს საშუალო ფასი, იმიტომ რომ გამიწურდა და თუ კი მოთხოვნა შემცირდება, მაგალითად ჩვენთანაც არაერთ დეველოპერს უთქვამს, რომ მე მიწოდებას შევაჩერებ და არა ფასს გავზრდი. ამ ნაწილში თქვენ როგორ ხედავთ? აბსოლუტურად. მოდით მე გეტყვით, ანუ ძალიან მარტივად საგადასახადო და მოსაკრებლების პოლიტიკას რო გადავხედოთ, აი ძალიან მარტივი საკითხი არის რა. საგადასახადო პოლიტიკა და მოსაკრებლების პოლიტიკა. ერთი არის სახელმწიფო პოლიტიკა, მეორე არის სერვისის მიმწოდებლების პოლიტიკა, ხო? ამას რო გადავხედოთ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან ზუსტები რო ვიყოთ. საგადასახადო მიმართულებით ორი დარტყმა მიიღო სექტორმა. ერთი იყო აქციზის შემოღება მთელ უმნიშვნელოვანეს ნედლეულზე, რომელსაც დეველოპერული სექტორი იყენებს. მეორე იყო ეს გადასახადების გადახედვა, რომელმაც გამოიწვია შრომითი რესურსის გაძვირება და მესამე იყო მოსაკრებლების გაძვირება. მაგალითისთვის ჩვენ დამკვეთებში მთელი რიგი კორპუსები, სადაც კონკრეტული სერვისისთვის მაგალითად იხდიდნენ X თანხას, მაგალითად $10,000 დღეს თვეში იხდიან $30,000. ხო და აი ამ რეალობაში არის რესურსი და გაიაფების ლევან როგორ ხედავ ამიტომ? მე წმინდა წყლის თეორიულად არსებობს ესეთი რაღაცა. ეკონომიკურ პროცესებს არ აინტერესებს და მომხმარებლის ქცევას არ აინტერესებს ჩვენი დამოკიდებულება საკითხებისადმი. ის ხელს მოიქნევს და მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალი არის ფასების კლევა. მე არ ვიცი ხა ეს ფასების კლევა იქნება 10%-იანი, 5%-იანი, იქნება ხვალ თუ იქნება ზეგ. მაგრამ თუ ეხა ჩარევა არ მოხდა და ჩარევა დაწყებული არის პირდაპირ გეუბნებით. პოზიტიურ ნიშნებზე, რაზეც მინდა საუბარი, უნდა ითქვას, რომ ამ პროცესებს ყველაფერს მეორე მხრივ აბანასებს ფინანსური სექტორი, რომელიც პირდაპირ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი და ინვესტორი ამ სექტორში არაპირებს გაცემული მშენებლობების ნებართვები და ის კვადრატული მეტრები, რაც ეხლა გაცემულია და წესით უნდა აშენებულიყო, ან უნდა აშენდეს, დააფინანსოს. ეს გამოიწვევს მშენებლობის ნებართვების გაჩერებას, უпростоრად მშენებლობის ნებართვების აქტივაციის პროცესის გაჩერებას. ეს პროცესი დაწყებულია უკვე დეკემბრისთვიდან მოყოლებული, შემიძლია თამამად თქვა. ფინანსური სექტორი გასაგები მიზეზების გამო თამამად ვერ აკეთებს განცხადებას, მაგრამ 3-4 უმსხვილეს ბანკში, რომელიც არის ამ სექტორის უმსხვილესი დამფინანსებელი, მონაწილე და კონტრიბუტორი, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დაფინანსებები უბრალოდ ახალ პროექტებზე გააჩნია. დაფინანსებებს არ გასცემს ახალ პროექტებზე, რომელიც არ დაწყებულა. შესაბამისად მიწოდებაც არ იქნება. რაც გაცემულია და რაც დაწყებულია, იქაც არის პრობლემები თუ არა და ის ფაქტიც, რომ ახალ პროექტებს არ აფინანსებს, ნიშნავს, რომ ბევრი მიწოდება არ იქნება ხვალზე. ბევრი იქნება თუ არა, მე ეს არ ვიცი. მე ვიცი, რომ უბრალოდ ეხლა გარკვეული ბალანსის ნიშნები შემოიტანა ამ გადაწყვეტილებებით ფინანსურმა სექტორმა და დაიწყო დაბალანსება ამ პროცესის თავისი გადაწყვეტილებებით, რომ ისე თამამად, ისე თავისუფლად, ისე გაბედულად აღარ აფინანსებს ახალ პროექტებს, რომ არ ვიყო ძალიან უხეში და პირდაპირ და რომ თქვა, რომ საერთოდ აღარ აფინანსებენ. საერთოდ აღარ აფინანსებენ ახალ პროექტებს. ამან უნდა იმოქმედოს იმ პროცესზე, რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, მაგრამ ზედმეტი მიწოდება არ იყოს და რო შეაჩეროს ეს ზედმეტი მიწოდება, მაგრამ ეს არის კერძო სექტორის მოქმედება, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ეს საბანკო სექტორსაც თავისი ინტერესები ამოცანები აქვს, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, იმიტომ რომ მუდმივად მიდის მსჯელობა ამ საკითხზე, როგორ, რანაირად, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და ნახოთ, დაველოდოთ კვარტლის მონაცემებს,
თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 3 თვის მონაცემები მხოლოდ ნეგატიურ ნიშნებს იძლევა ახლა გადადგა. ძალიან შენელებულია მოთხოვნა მომხმარებლის თუ ნელა წამოვიდა უფრო თუ აი როგორ ხედავს ბაზარზე გუგას- აქტივობას და პირველად და მეორედ ბაზარზე რამე განსხვავება არის თუ არა? გუგას ის იყო კითხვა, რომელსაც ეხა მინდა აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემით უპასუხო. გადადებულ მოთხოვნაზე იყო საუბარი და გადადებული მოთხოვნის გაცოცხლება არ შეინიშნება ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ფასები მოიმატებს აუცილებლად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგადასახადო ტვირთი მომატებული არის დეველოპერულ სექტორზე. რაც შეეხება ეს ესე მოიმატებს თუ დაიკლებს მოიმატებს. რომ დაიკლებს არა, გარდავალია მე ვამბობ ამ საგადასახადო ეფექტის გამო მოუმატებენ ფასებს, მაგრამ ეკონომიკური პროცესი თუ არ დაალაგდა 2-3 თვის განმავლობაში, ცხადიდან ათელი რო იყო, აუცილებლად დეველოპერული სექტორი ბოლოს მიიღებს მოგების მარჟის ხარჯზე, თავკუთარი ინტერესების ხარჯზე დაწიოს ფასები. სხვა ეკონომიკურ თეორიაში ასეთ დროს ცნობილი არ არის. ან მოხდება ჩემი აზრით ყველაზე დიდი ალბათობით, იმიტომ რომ დასაქმებულთა წილი ამ სექტორში თლიან დასაქმებულთა შორის ძალიან მაღალია, სახელმწიფო ჩაერევა. ისევე როგორც ეს მოხდა კოვიდის კოვიდის დროს. მადლობა ლევან, მადლობა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. ლევან ელიზბარაშვილი პროსპექტის პარტნიორი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობა დღევანდელი გადაცემის სტუმრებს დათმობილი დროისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის. ჩვენი დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. მომდევნო გამოშვება, როგორც გუგამ უკვე დაანონსა, იქნება ბათუმიდან, რეგიონის საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს მიმდინარე კვირის ბოლოს ტურისტერის სახით და ამ ამბებს მიმოვიხილავთ მომდევნო გამოშვებაში. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძელდებოდეთ. შევხვდებით ერთი კვირის შემდეგ უკვე ბათუმიდან ნახვამდის. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetExi, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება.